წელს გაიზარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სოციალური დახმარების პაკეტით. 3 მილიონზე მეტი ლარი მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდება. სოციალური სამსახურის უფროსი სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით დახმარება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ახორციელებს მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამას, რომელიც რამდენიმე ქვეპროგრამებიდან შედგება. ეს პროგრამა ყოველწლიურად მზარდია და თუ შევადარებთ, ყოველწლიურად მაგალითად 2024 წელს თუ იყო მხოლოდ 2.831.000, ეს გაიზარდა 2025 წელს და 2026 წელში ამ თანხამ მიაღწია 3.405.000 ლარს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროგრამები ეს არის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება, ასევე მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება. სწორედ აი ამ პროგრამებში მოხდა თანხის გაზრდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გაიზარდა სამედიცინო მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება, თუ მანამდე იყო 150 ლარი, ახლა გახდა 200 ლარი, ასევე გაზრდილია 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების თანადაფინანსება 150 ლარის ნაცვლად გაიზრდება და გაზრდილია და გახდა 200 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად კვლავაც განახორციელებს მოსახლეობის საჭიროებების შესწავლას და სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული იქნება ყველა ის ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაცვას.